შევიძინე ონლაინ გაყიდვების მაღაზიიდან ელექტრობუხარი, რომლის აღწერა არ შეესაბამებოდა რეალობას. შაბათ დღეს მომიტანა კურიერმა ადგილზე სახლთან ნივთი, ადგილზე გადავეცი თანხა და შემდგომ როცა ამოვიტანე ნივთი სახლში, რეალურად იყო სხვანაირი. არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, რაც იყო მითითებული რეკლამებში და საიტზე. კომპანიას მივმართე მათივე დაბრუნების პოლიტიკით 14 დღის ვადაში თუ მივმართავდით კომპანიას 24 საათის ვადაში აბრუნებდნენ ნივთს. მაგრამ რეალურად კომპანიისგან მივიღეთ ინგნორი. გვიამბობს ალექსანდრე ფაცაცია. შესაძლოა მსგავსი რამ თქვენს გადაგხდენიათ, ან თქვენს მეგობარს, ან სულაც ოჯახის წევრსა თუ ნაცნობს უთქვამს, რომ ონლაინ დისტანციურად შეუძენია ნივთი, თუმცა ამანათის მიღებისა და მისი გახსნის შემდეგ ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც ფოტოზე ჩანდა. ჰქონდა წუნი ან არ მუშაობდა. წერე კვირა დღეს რომ ნივთი დაიბრუნებინათ, იმიტომ რომ რეალურად სხვა ნივთი მომივიდა. დამსურდა სხვა, მათ აღწერაში სხვა ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია და კომპანიისგან მივიღერო დღეს არასამუშაო დღე არის და ვერ გიპასუხებთო. შემდგომ სამუშაო დღეს ორშაბათს როცა მივწერე, უკვე დამაიგნორეს, პასუხიც არ გამცეს, გახსეს შეტყობინება. ინტერნეტის საშუალებით შეიძინა ნივთი მარიამ ბანძელაძეც. შევიძინე პროექტორი ჩემი ძლისთვის და ძმისთვის მინდა და საჩუქრად. გავაკეთე შეკვეთა, წინასწარ ჩავრიცხე თანხა, მხოლოდ კურიერის მომსახურების თანხა გადამახდენეს და არჩენი კიდე ადგილზე უნდა გადამეხა და მომიტანეს. პროექტორი მაშინ იყო გაუჭებული, არ ირთვებოდა, მაშინ გადაუგზავნე ვიდეო, რომ არ ირთვებოდა, რამდენი დრო ჭირდებოდა რომ ჩამირთო. მომწერეს რომ დავლოდებოდი ცოტა ხანი და შემდეგ თუ არ ჩაირთვებოდა კიდევ დავკავშირებოდი, არ ჩაირთო პროექტორი. მივწერე კიდევ გვერდს და მითხრეს რომ 24 საათში ადმინისტრაცია თავად დამიკავშირდებოდა. მარიამი ამბობს, რომ ამის შემდეგ მიიღო შეტყობინება, რომ ნივთს ვერც შეუცვლიდნენ და ვერც დაიბრუნებდნენ. საქართველოში 2022 წლიდან მოქმედებს კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ. ამ კანონის აღმასრულებელ უწყებაში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ 2024 წელს მომხმარებელთა მიმართვები წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, რაც მათ თითქმით იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ახლა მეტი ცოდნა აქვს თავისი უფლებების შესახებ. პირველ რიგში სანამ ჩვენ შევიძენთ ნივთს ან მომსახურებას, აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ, ვისგან ვყიდულობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მოვაჭრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ კომპანია, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო მონაცემები, უნდა ვიცოდეთ მისამართი, რათა შემდგომში თუ ვთვლით, რომ ჩვენი უფლებები ირღვევა, რომ მივმართოთ შესაბამის კომპანიას. უნდა ვიცოდეთ ნივთის მახასიათებლები, უნდა ვიცოდეთ ნივთის ან მომსახურების, რას ვყიდულობთ, რა მახასიათებლები აქვს, ეს ინფორმაცია დეტალურად უნდა მიეწოდებოდეს ყველა მომხმარებელს იქამდე, სანამ განახორციელებს ტრანზაქციას და სანამ შეიძენს ნივთს. გარდა ამ მონაცემებისა, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფასი, საბოლოო ფასი. არ შეიძლება სოციალურ ქსელებში, კომენტარებში იყოს ეს ფასი ჩამოწერილი, აუცილებლად უნდა იყოს ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული. თუ ჩვენ მივიღეთ დაზიანებული ნივთი, ეს იქნება პირობითად განსხვავებული ფერის, ან არ მუშაობს ისე, როგორც მოვაჭრეს ჰქონდა მითითებული მახასიათებლებში. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? პირველ რიგში ჩვენ უნდა მივმართოთ მოვაჭრეს და მოვითხოვოთ ჩვენი დარღვეული უფლების აღდგენა, რაც გამოიხატება იმაში, რომ პირველ რიგში თუ ნივთი დაზიანებულია, ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ ამ ნივთის შეცვლა ან შეკეთება. შეცვლა და შეკეთება არის თანაბარი უფლებები, ჩვენ უნდა ვირჩიოთ და შემდგომ უკვე მოვაჭრემ უნდა დაგვიმტკიცოს, რომელია უფრო უპრიანი იქნება შეცვლა თუ შეკეთება. თუ შეუძლებელია შეცვლა ან შეკეთება ამ ნივთის, შემდგომ ჩვენ უფლება არის ნივთზე ფასის შემცირება ან ხელშეკრულების მოშლა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მოვითხოვოთ თანხის დაბრუნება. ამისთვის ჩვენ კანონი გვანიჭებს 2 წლიან ვადას ჩვენი უფლების დარღვევის მომენტიდან 2 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ მოვაჭრეს და მოვითხოვოთ დარღვეული უფლების აღდგენა. რა ხდება, როცა მოვაჭრე უარს ამბობს მომხმარებლის უფლების დაცვაზე?
ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. ჩვენს ვებგვერდზე არის განთავსებული ძალიან მარტივი ფორმა, რომელიც შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს შეავსოს და გამოგვიგზავნოს ჩვენს ელექტრონულ პოსტაზე. ასევე შეუძლია მოვიდეს უშუალოდ ოფისში და დაწეროს განცხადება. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ ონლაინ ვაჭრობის გზით და მაღაზიაში შეძენილი ნივთების დაბრუნების ვადა განსხვავებულია. მაღაზიებში ეს დამოკიდებულია კონკრეტული მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკაზე. მათი თქმით, მოვაჭრემ ადგილზევე უნდა აუხსნას მომხმარებელს პირობები ან ამის შესახებ გამოკრული უნდა იყოს ინფორმაცია. რა ხდება ონლაინ ვაჭრობის დროს? ამ შემთხვევაში კანონი გვანიჭებს 14-დღიან უპირობო დაბრუნების უფლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მიღებიდან 14 დღის ვადაში თუ ჩვენ ნივთი არ მოგწონს ან გადავიფიქრეთ, ან უბრალოდ არ გვჭირდება უკვე, ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ ეს ნივთი უპირობოდ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. რა თქმა უნდა, ამ უფლებასთან ერთად კანონი განმარტავს იმ გამონაკლისებს, რა შემთხვევაში ამის უფლება არ გვაქვს, მაგალითისთვის გეტყვით, რომ მალფუჭებად პროდუქტებს ჩვენ ვერ დავაბრუნებთ ისეთ ნივთებს, რომელიც დამზადებულია ჩვენი შეკვეთით ან პირადად ჩვენთვის არის განკუთვნილი. უწყებაში ამბობენ, რომ ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში დარღვევის გამო საჩივარი დაახლოებით 70%-ია. მაღაზიაში ვაჭრობის შემთხვევაში კი ბევრად ნაკლები 30%. მათი თქმით, უწყების გადაწყვეტილებების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდაა მიღებული. ალექსანდრე და მარიამი ამბობენ, რომ ინტერნეტით ნივთის გამოწერა ძალიან მოსახერხებელია და რომ ისურვებდნენ ეს ხელსაყრელი და უსაფრთხო იყოს.